აბა რა 2026-ის პირველი ვიდეო მეგობრებო მოგესალმებით შემოვდგი ფეხი წყალობდეთ ღმერთი ასეთ კბილად დამიბერდით ძმაო რა ასეთ კბილად დამიბერდით რა ასე არ ამბობენ რას ამბობენ მასე რომ დაბერდითო ბიჭო რა ბიჭო მეკლე რომ შემოდის ახალწელზე ასე არ ამბობს ანუ შემოვდგი ფეხი წყალობდეთ ღმერთი რაღაც აბა კანფეტებს ოყრიან რა საშა კანფეტებს კი ყრიან მაგრამ რაღაცა უფრო თესლობა გვინა რაღაცა დეთის მქონე ცადე ჰოპ 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 ბახ აბა რა ბიჭო დედას მუთხრავთ გილოცავთ მეგობრებო ახალ წელს ასეთ კბილად დავიბერდით ძმაო ძალიან ბედნიერი ვარ რა გილოცავთ ბრა თელი გულით და სულით გილოცავთ ახალ წელს რავას დაესწარით ღმერთმა ყველაფერი აგისროლოთ და მართა მიყვარხართ მაგრამ თელი გულით ვიძახი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია 2026 წელი ყოფილიყოს თქვენთვის წარმატების ბედნიერების სიხარულის და სიყვარულის მომტანი წელი ყოფილიყოს ეს რა ახალი წელი იტოქში რა დავიღალე ბოზიშვილი ვიყო შემოსვლაში აზე ხარ გულით გეუბნებით მე ის კაცი არ რომ რაღაცები მავიწყდებოდეს რა. ვიცი და მახსოვს ყველაფერი. საიდან დავიწყე, სად მოვდივარ, ყველაზე ხართ რა გზა გავიარე და ყველაფერი არის თქვენი დამსახურება და ჩემთა თავად ვისაც დავიწყდეს იმის დედა მიყვარხართ, გულში ხართ და გისურვებთ რომ 2026 წელი ყოფილიყოს თელ საქართველოში ძმაო. ყველა ქართველის ოჯახში ყოფილიყოს სიმშვიდე და სიყვარული და ფუსფუსი ნარნარი და მოკლედ არ ვიცი რა, გამრავლება, გახარება და ღმერთმა ყველაფერი კაი კაროჩი. ეხლა რა შეეხება? აზე ხართ, აფერ გავითარდი. ამღამებთ ხო? ლეპტოპი ვიყიდე 2000 ლარი მივეცი და რაღაცეები ჩემი. აქ არ ვიცი რა არაფერი არ შეიცვალა. და ეს სკამი პროსტა ახლოს მოუწია, ისევ ის ტრაინიკი იქაა იტოქში. არც ერთი კომპანია არ შემხმიანებია, არც ტრაინიკი არ გამოუჭრიათ და არც ფორტოჩკა არ ამოუჭრიათ, როგორც საფხულში ვითხოვთ მოკლედ რა. რაღაცა ორი კომპანია გამოჩნდით რა, ერთმა ფანჯარა რო გამომიჭრათ და მეორე კომპანია რო რაზეთკები დამიმატოთ. მაკდონალდს გისურვებთ რომ, როდესაც თქვენი მომხმარებელი კოკა-კოლას გიკვეთავთ, დედამ რუბკა მოაყოლოთ 2026-ში ხო აზე ხართ რა? იმიტომ რომ თქვენ რომ მუყაოს კლეობით აგზავნით კოკა-კოლას იმას თავს ხდი ღმერთს მადლობა მე კიდე ყინულის გარეშე ვსვავ კოკა-კოლას და ვინც ყინულით სვავს ესე კარდონის ჭიქით ფიზიკურად ვერ დავლევთ, ამიტომ მაკდონალდს გისურვებთ რომ 2026-ში ეს პრობლემა გამოგესწორებინოთ. რაც შეეხება ხა აფთიაქებს. გაგიჟდი ხო, ვაფშე რა შუაში რატო ბაზრობ ამას გეტყვი ძმა. შევდივარ, კაროჩე აფთიაქში. ფილებზე ხო იმენა დანძრეული მაქვს უკან ვაფშე არც ერთი არ მაქვს და რაღაცები მოკლედ რა აზრი აქვს და. კაროჩე შევდივარ აფთიაქში და შევედი სახე აქეთ ამხარე არა, აქეთ ამხარე გასიებული მაქვს ნახევარი მემდგევა, კმელი ნუროფენი. კაროჩე ძმა, არ ვიცი, მატრიცა, რატო ხდება ასე? გინდა მომხმარებლები ყავთ ეს აფთიაქს, გინდა ვაფშე არავინ არ იყოს და პირველი შენ იყო რიგში. კაროჩე 25 წუთი ზეკიდიათ არ კონდ ავერსი ყველგან. მე რო აფთიაქის ბიზნესი მქონოდა, ასეთ რეკლამას გავაკეთებდი, რომ ჩვენთან წამას იყიდი 1 წუთში ან 2 წუთის ფარგლებში. ყოაზე ხართ რა? რა ჩემყლეთ უნდა ნურო? აი მე მტკივა მიშველეთ ნუროფენი მოვეცით. ჩვენი ბარათი გააქვთ? არ მაქვს გეხვეწები მტკივა მალე გამატანე. არც ფასდაკლება და არც ერთგული ჩიტი, რომელსაც ტრაქში ბუმბული აქვს გაკეთებული, არც ეგ არ გაგვი? რაც მინდა ბუმბული გეხვეწები, კბელი მტკივა. კარგით, დამელოდეთ. სადღაც დედის ტყუნაში მიდის, ყლეზე კიდია. მე ვაფშე ხალხს გისურვებთ რომ აფთიაქები არასდროს არ დაგჭირ ახლაზე ხართ ანუ აფთიაქებს გისურვებთ რომ ვაი და ისეთი შემთხვევა მოხდა რომ ჩემმა ლოცვამ და ლოცვამ არ გაამართა და მაინც ვიცხა შემევიდა თქვენთან მართლა მიყიდეთ დედამოწყული 1 წუთში რა აქ აზე ხარ რაფერ განვითარდი აქ თემები მაქვს დაწერილი რომ ხოვაზე ხარ არ გამომჩეს და რაღაცები და დედას ვუტყნავ YouTube აუ რა ამბებითო ისეთი ამბები მაქვს პროსტა დაჯექი და მისმი ნახე 2026 წლის 20 იანვარს თბილისში ხსნი ბარბერშოპის ფილიალს. მადლობა. აზე ხართ 2026 წლის 20 იანვარს ხსნით თბილისში საბურთალოზე მერაბ ალექსიძის პირველ ნომერში ბარბერშოპს. აღწერაში იქნება ბარბერშოპის ლინკი მითითებული. მადლობა ზიპერ აქედან მე გავაგზელებ Zipline ბარბერშოპი თბილისში უკვე ოფიციალურად გაიხსნა 20 იანვარს საბურთალოზე მერაბ ალექსიძის პირველ ნომერში გელოდებით ყოველ დღე ახალ მომხმარებლებზე ფუნქციონირებს 30%-იანი ფასდაკლება. ასევე როგორც გიორგი გეტყვით ცოტა ხანში ყავს უმაგრესი ბრეიდ არტისტი და გოგონებსაც შეგეძლებათ მიიღოთ
მიიღოთ ეს მომსახურება. დასაწერა შეგიძლიათ მოგწეროთ Instagram-ზე ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე. ამიტომ გელოდებით ყველას ყოველ დღე თბილისში მერაბ ალექსიძის პირველ ნომერში და ბათუმში ტრადიციულად ჭავჭავაძის 40 ნომერში. ახლა კი განვაგრძოთ ვიდეოს ყურება. და გოგოებს ნუ გაგიტყდებათ ეგ ამბავი, ანუ ბარბერშოპი ძირითადად წვერის და თმის მოვლის დუჟენიებია, მაგრამ არა უშავს გოგოებო ნახეთ თქვენს მოგიფიქრეთ ძალიან მაგარი რაღაც. ეხლა ნახე. თბილისში არის საუკეთესო ბრეიდ არტისტი გოგონა. შეგიძლიათ როგორც გოგოებს, ასევე შეგიძლიათ ბიჭებს ამ სერვისით სარგებლობა რა. უბრალოდ გადადით Instagram-ზე, რომელიც აღწერაში არის მითითებული, კაროჩე. ხო და აუ რა ბედნიერი ვარ, ჩემი დედა მოტყან თქვენაზე არ ხართ. გადადით მოკლედ Instagram-ზე, ბარბერშოპის Instagram-ზე და მოგწერეთ, რომ 20-ში მინდა ძმაო ჩაწერა, ამა და ამ დროს 20, 21, 22, 25, 30 მე სულ მანდ ვიქნები, სულ შეგხვდებით. ბარბერები ყავს დედა. შეიძლება აი რომ მოხვიდე, ასე შენ დაიღო მაშინკა და ეგრევე გადაიპარსოთ, აი ძალიან მაგარი ბარბერები ყავს კაროჩე რა. ამიტომ გელოდებით, ბევრნი თუ იქნებით, მოხვალთ, თმა შეიჭრით, გავიცნობთ ერთმანეთს, ვილაპარაკებთ, მოგიყვებით ბათუმის ამბებს, თბილისის ამბებს და პირადი ის თუ გვექნება რა, ანუ ინტერაქცია. აზე ხარ რა სიტყვები ვიცი უკვე ინტერაქცია. აზე ხარ 26-ში უკვე უფრო დედის მწყვნელი ვარ. აზე ხარ 27-ში რა ვიქნები? აზე ხარ. თუ მოხვალ ეს პირადი საუბრები გვექნები, მადლობელი ვიქნები. ყველა ვიდეოში ხომ ტვინი მოვტყანი, რატო ვიყავი დაკარგული, მაგრამ ახლა მართლა ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს. შეიქმნა ერთი არხი, რის გამოც სხვათა შორის წინა ვიდეო ხო გახსოვთ, რომ ბინას არ მიმთავრებდნენ თქო და რაღაცა ბინა დამიმთავრეს და ბინა არის ძალიან მაგარი, დედის მწყვნელი არის, აი ბინა არის, აი სასწაული ბინა. მე გამეჩნდა ესეთი რაღაც, რომ მოკლედ რაღაც არხი შეიქმნა. ის არხი, რომელიც შეიქმნა, არის აღწერაში. არხის სახელია Right Guys. გადადით, ნახეთ და ბანერს დააკვირდით. მე არაფრის თქმის უფლება არ მაქვს და ამ ვიდეოს დადებიდან ძალიან მალე უკვე თქვენით ნახავთ რა ხდება და როგორ ხდება. მეც ბევრი რაღაც არ ვიცი, მაგრამ შეგიძლიათ თქვენით გადახვიდეთ და უბრალოდ ზარისხლაკი გააქტიურეთ და როცა მოვა დრო, მაგის რო გაიგოთ მაგ არხზე რა ხდება, აუცილებლად გაიგებთ რა. ჩემთვის ძმაო 2025 წელი იყო, რანაირი იცით, აი რანაირად გითხრათ, აი დედის მწყვნელი იყო, ძალიან ცოტა ვიდეოთი, YouTube-ი ავაფეთქე, ხომ ასეა. აი გულზე ხელი მიიდე და პროსტა თქვი, აი YouTube-ზე რა გავაკეთეთ, ხო? მოდი, გაკოცე, აკეთაც გაკოცე. ჩემი დედა ყველაფერი შენი დამსახურება. აი ეხა შენ რო თავ ვიდეოს და მიყურები, იმენა შენი დამსახურება ყველაფერი, ბრატ. ამას წინათ ვიდეო შემხვდა, სადაც ვიდეოში იყო მსოფლიოს საერთაშორისო პიდარასტი ვიღაცრა გეი, რომელსაც ჰქონდა 600,000 ლაიკი. პირველი ფოტო იყო ისლამ მახაჩევის და ჰაბიბ ნურმაგომედოვის პირველი ფოტო, რო ხო იცი ტელეფონზე გირეკავს. მეორე ფოტო იყო ჩემ და ჰქონდა 10,000 ლაიკი. პროსტ აზემოდით. როგორც პიდარასტების გამანადგურებელი, ხო? რაღაც პონჩი მსოფლიოში უკვე მოწინავე პლანზე ვარ. ისლამ მახაჩევი, ჰაბიბ ნურმაგომედოვი და მე. აგერ მაგალითად სერჩი ჩავწერე ზიპე და აგერ აი 27,700 ლაიკი, 543,000 ნახვა. მურო. გაკოცე. 21,000 ლაიკი, 12,800 ლაიკი, 12,900, 127, 21,000, 20,000 ლაიკი, 15,900 ლაიკი, 11,300 ლაიკი, 20,400 ლაიკი, 21,000 ლაიკი. ხა ბოზიშვილი ვიყო, ნუ გაგიტონ ხდებათ. 3,800 ლაიკით, ძალიან ბევრი ლაიკი აქვს, ამას უყურე, გათამამდა უკვე. გოგომ დადო, რამდენი მონიშნა დასჭირდება რომ ზიპერი გამოჩნდეთ, მოდით ნახოთო და რამდენი ლაიკი აქვს უყურეთ. შემ კომენტარს აქვს 3,600 ლაიკი, 19,700 ლაიკი, 21,000 ლაიკი და ლადოს დედის მუტას რო უთხრნავთ. წავიდა 21,000 ლაიკი, 16,000 ლაიკი, 3,600 ლაიკი. 176 ლაიკი აი რა. ამოჭერი. დავლეწავ ყველაფერს რა. 2025 იყო დედის მწყვრელი. რაფერს ვერ ვიტყვი და დაე 2026-ისთვის დედა მოგვეტყნას. კაი გაგებით რომ ანუ ხვაზე ხარ ერთად მიგვეღწიოთ ყველაფრისთვის ერთად მიგვეღწიოს ყველაფრისთვის ვაფშე რა მიყვარხართ ძალიან კაროჩი ძალიან გადარბენებში ვიყავი აწი უნამუსო ვიყო მართლა ვიცი აუ ვიცი რა ლების მანდე და რამდენჯერ თქვი ამე რა ვიყიდე DJI Osmo Pocket 3 რანაიროჟა იცი განახოთ აგერ ჩართე კაროჩი და შეხედე ხო გასწორდა ხელი აყანყალე ჰოპ 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 ყლეზე კი ნახე რა პირველ ვაქანებ ხელს და ვიდეოში რა კარგად ჩანს შეხედე ძმაო აგერ შემოვაბრუნებ და პროსა უყურე ჰოპ 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 ხელს ხო ამოღავთ მაგ რანაირად აქ არ ყანყალებს ყლეზე კიდე ჰოპ 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 დაჟე ნახე რა აქ ძმა მაიცადე აქტივის ნოთ სპორტე მაიცა არა გაჭედა და მეეთყნა ერთ წამით გაჩვენებთ არა შეხედე რა შვება ჰოპ შეხედე დამყვება ჩემი ნახე რეებს აკეთებს ჩეკა ნახე რეებს აკეთებს აზე მოდიერე აზო ჰოპ ნახე
აზე ხარ პოულობს ეგრევე ძმა. ნუ მეტი სიახლე არ მაქვს 2025-ში ვიყიდე ლეპტოპი და ვიყიდე კამერა, всё ნახე. ეს მომენტი გეხვეწებით ახლა რასაც ვიბაზრებ, პროსტა ამოჭერით რა, გთხოვთ ეს მომენტი და ცალკე დადეთ რა. ბარბერშოპში ავიყვანე ახალი ბარბერი. ხო და რუსლან მაგარი კაცია ესეთი რა, ჯიგარი ტიპი არის, გარი პროფესიონალია. იმდენად მოიქოქა რომ გახსნა საკუთარი ბარბერშოპი, მე იმის ძმაკაცმა, ანუ ამ ხო გახსნა მისი ბიჭო შენ არ მისმენ. მგონია რატომ მგონია რომ ვერ ხვდები რას გელაპარაკე. მომისმინე ერთ წამ. ბარბერი ავიყვანე მე, ამ ბარბერს ჰქონდა პრობლემა. ჰქონდა საკუთარი ბარბერშოპი გახსნილი, მაგრამ დახურა რომ ვერ ამუშავა. ძმაკაცთან ერთად გახსნა მე რაღაცა ვალია იღეს, ძმაკაცმა გადაიხადა და მოკლდა სადაც სერიოზული პრობლემა დაიჭირა. მაგარი ბარბერია ძა. ერთი დღეა, კაროჩე ბარბერშოპში მოდის და ეუბნება ასეთ რაღაცას, რომ კაროჩე წადიო, იყიდეო, ჩემი ინვენტარიო, 800 ლარი ღირდა, ანუ მისი ნივთები ყველაფერი, მანქანები სერიოზული. წამომიღეო რა, ვიმუშავებ შენთანო. მეთქი ძმა ბაზარია რა, კაროჩე ნომერი ჩამიგდო, ვიღაცას ველაპარაკებ, იქიდან ვიღაცა უკრაინელი. ალო, ბლядь, რაღაცებს მეუნება იტოქში. მე ამ უკრაინელს დაურეკე, რომ მეთქი ნივთების შეძენა მინდა. ხო ხტები განგსტერი მაინც ხო ეს ბათუმი ქუჩა რაღაცა, რომ მეთქი სკიდევა ლოკაციო მეუნები, მეთქი ლოკაცია ჩამიგდე, მოვდივარ დედას მოგიტყრ. ხული მაგ ყლეზე კი მოუთხან დედის მოვდივარ იტოქში. მივდივარ ლოკაციაზე, სადაც გამომიგზავნა, ვარ ძმაკაცთან ერთად. ბოზის შვილი ვიყო თუ ერთ სიტყვას ვამატებდე და ყველაფერი როგორც ფილმებში რა, ხოვაზე ხართ ქარია პირველ რიგში, ხოვაზე ხარ ამ როჟას ურეკავ, ვეუნები რომ მინდა მესწე, მეთქი ანუ ჩვენ ადგილზე ვართ მეთქი. თან შორს აეროპორტისკენ ბოზის მოვიდა ეს როჟა მაღალი, დიდი. ესეთი ულვაშებით გეგონება რუსი კრიმინალი დედა მოჩათლახარ ნაბიჯ. ჩემი დედამ თუ ერთ სიტყვას ვამატებდე. მაწვდის დიდ შავ ჩანთას. ქეში აქვს. იმენა ორლეონე ვარ რა. ვურიცხავ კაროჩე 800 ლარს, დავჯექი მანქანაში. ეხა ხუაზე ხარ. მეთქი დედამ მოყოლი 800 ლარი გადავიღე. მაინც მეთქი ნახოთ რა არის რა. ხსნით ჩანთას და დევს 2-5. ერთს ეტყობა რომ ბარბერშოპის ინვენტარია, ანუ ტრიმერია ხატია თუ რაღაცა და მეორე 5 არის ბიჭო ვარდისფერი. მეთქი ამის დედა შევეცი ხა ვარდისფერი 5 მეთქი ხოაზე ხარ? კი მეუცნაურა, მაგრამ ამოვიღე. გოგოებს რო აქვთ ხოლმე აი პარფიუმერიისთვის ორგანაიზერები როა, ხო იცით რა? ასეთი ორგანაიზერია პატარა და ბიჭო ახლა სანამ გავხსნი, ხო? კაროჩე ამის დედამ სანამ გავხსნი, კაროჩე ამ ყუთს უჭერ გარედან ხილს. გარედან ყუთზე ვგრძნობ, რომ რაღაცა შიგნით არის ესეთი მსხვილი რაღაცეები დევს იტოქში რა. ვა მეთქი ხოზე ხარ პუდრებით და წვერის ზეთები და ეგეთ რაღაცები მგონია ესეთი ბოთლივით, ანუ რაღაც იტოქში მასა. კაროჩე ხსნი ბრატ, თავია ვხადე და 9 სხვადასხვა ნაირის, სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ფერის ყლეები. დევს ჩანთაში. ვაფშე ყველა სხვადასხვაა ზმაი. პატარა, საშუალო, ბატარეებით, ვაირლესი, რაღაც ასეთ ყლეობებს რო აკეთებ, საბმელი ყლე. გამოვხელე. კამდე ამ დედამ უკრაინელს მეთქი მენა მესწე. ხა დავცვალეთ რაღაც ფილმია რა დედამოთხ. ამხელა კაცი მართლა ბიჭო, მაგის დედამ პატარა ხო არ ვარ, წავედი ბარბერს უყიდე. რა გამოვიდა რომ ყლე ვიყიდე? ანუ ეგრე გამოვიდა ხო? აროსი ზმაო, ხურავ ამ ყლეებს. მოვდივარ ბარბერშოპში რა. ბიჭები ვაკაიფო, ეუნები რომ მეთქი აზე ხართ იმ ყლემ რა გამომატანა მეთქი და ბარბერი მეუბნება ჩემიაო. მე მეგონა რომ შემთხვევით ჩადო იმ როჟა და თურმე გამოდგა რომ ბარბერის ყოფილა. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. ვიღაცებს გონიათ რომ მე გეები ძუს, მე კიდე ერთხელ ვიმეორებ. მე ნუ რავი, ნუ მომტყნავს და შენ რაც გინდა ეს მე უფრო პიდარასტები მძუს, მაგალითად ლადუკა, ხეიძე. ნარი პიდარასტი. განა იმიტომ რომ კაცები იზიდავს და მაგაში პრობლემას ვერ ხედავ მე პირადად. უნდა ხოაზე ხარ, მისი ტრაკი არის. პიდარასტი არის იქიდან გამომდინარე რომ ამის პროპაგანდირებას ახდენს რომ მაგარი პონტია და ვაიმე რა კაია რომ მეწვერებიანი კაცი ვარ და პახო ფერის კაბა მიყვარს და ყლე რა კარგად გამოკვეთილად მიჩანს ამ მოტკეცილ კაბაში. მე ძალიან მიხარია რომ რაღაცნაირად შეკავშირებული ძალიან ყლე სიტყვა. სადმე ვიღაცა ოდნა მოპიდარასო, ჰოპ, ზიპერას ფოტო, ჩეპე, ბოზიშვილი. მაგრამ მე მგონია რომ 2026-ში გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა მაქვს როგორც იუთუბერს. გაცილებით მეტად შემიძლია რომ დედამ და იუთუბს მაგალითად. ვიდრე ლადოს დედას ვტყნავ, ანუ მიხვდით ხო, დონეს გეურა, ანუ ამაში სარ ვარ ცუდი. ლადომ ხეიძე მე იმდენი ვოისი გამომიგზავნა. კაცე, სულ ჯამში მაქვს 3 წუთი ნაბაზრე. 3 წუთში ტიპს ისე დედამო. სადაც ლადო რაღაცებს ეუნებიან ქუჩაში. და ბარემ დამადე სირი თავზე შენი მე რომ ლადოს დედის ტყვრამ დომებოდა თქვენ იცით მე რა შემიძლია ისთამე რომ ყლეზე მკიდე ვაფშე გაჩერება არ მზადნი არ მაქვს მაგრამ არ მაინტ მე მაქვს მარტო გაზი მეორე პედალიც მაქვს გაზი სირზე მკიდია ეს დავიკიდე როგორც იმ ფოტოშია
მე ხმას არ ვიღებ, ხალხი დედას უთხრა მაგალითად აგერ ერთ-ერთი ვიდეოდან კომენტარები, წადი არ ცხენია იჟიმავე, პირში მიეცი, ყველგან იმენა. პიზდეცია რომ მაინც არ ნებდება. ჯერა ძლივს. ჩემი TikTok-ია და რამდენსაც მინდა იმდეს ვიყვირებ. Okay. ჯომა წესტყოდი. პატარა ბავშვი ხდება. პატარები არიან იმდენად ალალები, რომ ვერ მალავენ, რასაც ფიქრობენ, პირდაპირ იძახიან. ზოგადად პატარები მე რატომ მიყვარს რა? ჩემთან პატარა ბავშვი რომ მოდის ფოტოს გადასაღებად, ხო? ბედნიერია ემოციებშია და ანუ გულწრფელები არიან ბავშვები, ანუ გულწრფელად ფიქრობს ეს ბავშვი, რომ ყლეალად უმხეიძე მართლა ეს ნახეთ. ანუ ყველაზე მეტად რა მიყვარს ისი რომ იმდენი კოორდინაცია და ბალანსი მაქვს, რომ აი დედის პროჩს რომ აგინებენ, მაშინაც არავის არ ვეჯახები და არ ვეცემი, როგორი სიგიჟეა? ეხა არის არ დაიძახ. არა და ახორთო. რაო რაც გოდაო ზიკარაო ლადო ანუ უკვე თვითონაც შეგუ მე არ ვიცი ლადო მხეიძემს მაგრამ მადლობა უნდა გადამიხადოს და თან ფულიც უნდა გადამიხადოს იმიტომ რომ მე ამას რა ჰაიპიც აუგურე ამის დედა მოვსტყან ეს მთელი ცხოვრება სურო ყლეზე ეხტუნავა ამას და ყლიდან ყლეზე ესეთი პრიჟოკები გაეკეთებინა მაინც არ ვიცი ხა ამ ხელ ჰაიპს ფიზიკურად ვერ დადებდა მოდი ექსპერიმენტი ჩავატაროთ თავთ ლადოს ნებისმიერ ვიდეო არ ვიცი აი მაგალითად აი ეს ვიდეო თავთ და კომენტარებს ნახულობთ ეს არის ყველა ამის ვიდეოზე კომენტარებია ვაფშე ყველა ამას შეხედეთ რაღაც ახალი ფოტოები გინდა ზიდერი ხალხია ხალხო რანაირად რომ მივისე ტელეფონი ცოტა ვერ ხვდები მაგრამ აი აგერ არის აი ღებე ეს ჩუგუნი ვიღარია ლადოს ნაპარნიკი ახალე ჩემპიონი კაცი ხარ ბებერთან ბოზიშვილი არ ვიცი ძმაო ხარ ავი შეურაცხყოფას არ გაყენებ მაგრამ გეტყობა რომ პროფესიონალი მოსრიალე კაცი ხარ რა გინდა პროსტა ლადო მხეიძესთან ერთად აი ლადო მხეიძის მოწოდებულ წყალს არ დავლევ აი უდაბნოში რო ვიყო და ერთადერთი ხოდი რო იყოს გადარჩენის რო აი კონკრეტულად ლადოს მოწოდებული ჭიქიდან წყალი რო დავლევო მარტო ეგ გადამარჩენს ჩემდა თავად დამლევის დედას შევეცი მე აი ტელეფონს როგორ არ დავამტკიცე ბოზიშვილი უყოთ აი მე ღმერთო ქვევიდან კიდე ცისფერ გულს რო გიწერს მა ანუ ჩემი დედა შევეცი ასე გააკეთე გვანიშნე რაღაცაც მა ერთადერთი ცხოვრებაში ამას რაც კარგად შეუძლია არის ის რომ ხელებზე დგება ჯერ ვაფშე მე მოის მიგზავნის დაგმუტლავ შედედა დამუტლავ აბა რას ისა ხელებით ჩარბის მაღაზიაში ასე ჩადის მაღაზიაში ამის დედის ის არის რას რო ფიცი რომ ერთადერთი ცხოვრებაში რაც გამოგდის არის ხელებზე დგომა და ყლეზე ხტომა და პროსტა რატო შეგვეცი ანუ რატო გაგვიტრაკე ამ წამს შორიდან მიყვირის ყვირის და შორიდან ყვირის ლადო შენი ჰეიტერი ვარ ძალიან მიყვარს რომ დაცვა და არავინ არ აჩერებს არის ძალიან მიყვარს შენი ჰეიტერი ვარ რომ შენ დედა შევეცვი და ხელი დამიქ ეს შენი დედა შევეციო და ახლა ხელს მიწევს. ეგ როგორი ბათუმელი გახდა უცებ ჭაობელი ბოზიშვილი იყო. ეს კიდე მაგარი ყლეობა აქვს დამოღამებულია. ეს სხვათა შორის ვოისებში ასე მაგინებდა მეც რა ბაბუა შენი და ბაბუაზე მაგინებდა. ერთი მომენტი კი ვიფიქრე რომ მეთქი რომ ბაბუა ჩემთან რა უნდა მეთქი. ბაბუა შენის ასე ისე უყლევდი მეთქი რა ჭერს ამას და მე მივხვდი რომ ამის ტვინში არ ვიცი ტვინის რომელი მხარეა მაგაზე პასუხისმგებელი მაგრამ ანუ ბაჟე გინებაც ანუ ზოგადად გადაწყობილია კაცებზე ანუ ხوازე ხართ რასაც ვამბობ აა გენაცვალეთ ბავშვობა ვიღაცამ დაუწერდა ჰემო მოგიტყან ბაბუის გლანდი ლადო ლაგინდო და ლაო ლადო მიდაკაცალერო დედა მომენტა შენთვის ლაო ლადუნა შენი დედას ერთი ვიდეო თქვი ბარემ დამადა სირი თავზე სო მორჩა შენ რო ამაზე კომენტარი არ გაგეკეთებინა ეხა მე შენს დედის ტყმნას 2026-2025-დან არ გავაგრძელებდი ხო აზე ხარ მე არ მასპონსორებენ იმიტომ რომ უზდელიან აგაკო პიდარასტებს ანძღაო ბიჭო ეს დედა მოწყნული შენ მე რომ მასპონსორებ ხო შენთვის მნიშვნელოვანია რა რომ პროდუქტი გაყიდო შენაირ იუთუბერსო სპონსორი არ ეყოლება დედა მოწყნული პროსტა ჯიგლად მითხარ
ეხა ცოდვა არ ვარ რა. ჩემი აზრით ყველა კომპანიას მაგარ ცოდვაში გაქვთ ფეხი რა. მე რის გამო მაქენსელებთ ბიჭო, რის გამო? შეხედით, ყველგან მე ვარ და. ეხა მე რო რაღაც გამაპიარებინოთ აზე ხარ, ანუ მაყურებელზე კიდია ამ ხალხს. რა, ყლეზე კიდია ბიჭო. აი, ნახე ბიჭო, ხალი გაბრუნდა უკან რო, ხალი მოდის რაღაცა დაღლილია ხო აზე ხარ, დასვენება უნდა, სახში პრობლემები, შვილი ელოდება, სამსახურში ვიღაცამ შენიშნა მიცა. ხალხს თავისი პრობლემები აქვს, აღარც ახალი წელი უნდა, აღარც ეს პრაზნიკები. მოდის თავის გზაზე, ხალი თავისი 1000 ფიქრები აქვს და ხვდება არკაში ვიღაც ყლე, რომელიც ხელებზე დგას და ფეხები აქვს ისე აშველი, რომ შლაგბაუმივით ასე გადებულია დედამოტყნული ბათუმი თბილისის გზაზე რო დგას, ასე ლამპიონები ყლესავით გადებული ასე შუა გზაში და კაცი შვილი ვერ შედის და ვერ გამოდის. ხალი გაგიჟდა მიბრუნდა უკან, რა ვქნაო, არ ვიცი რა გავაკეთო. გას ეძებს ხალი. ხალმა მეტროს გახედა რომ მეტროში ჩავჯდებიო და წავალო, მაგრამ მიხვდა რომ ახლა ამევიდა მეტროდან და სხვა გზით უნდა და ეძებს, ადამიან გამოსავალს ეძებს. ეს ჩემი დედავატირე ქუჩის გადაკეტვისთვის უნდა დეიჭირო და დედა უნდა მოუტყნა. ის არ გადაობა იქნება ჯარიმა რო გოუგზავნონ. ქუჩის გადაკეტვისთვის იტოქში ვითომ აქციაზე იყო რა. ჯერ ერთი დედამოტყნული ახლა ამ ბოლო დროს რაღაცა ქუჩაში სიარულსაც მოუხშირე და არ მომწონს მე გამბავი. ძალიან მოგიშალა ნერვები. ძალიან მოგიშალა ნერვები. არა. ძალიან მოგიშალა ნერვები. არა, როგორ? როგორ გინდა რომ შენ გიყურებ ეგეთი თვალებით, მაგრამ არა. რატო მიღიმე? არა. მოიცეთ, შენ გინდა ესეთ თვალებით შენ გიყურებ და ოღონდ საკუთარ პრინციპებზე. აი ბლად, ვაიმე ღმერთო დამიბრუნეთ ლადო, მხეიძე. რა ხდება ბოზიშვილი ვიყო რა სექსაობები არადა. მაშინ ესაც მე დაგიცავი კიდევ ერთხელ. ძალიან მოგიშალა. ვაი, არ ვიცი. მე ვარ ერთადერთი რითი ბედნიერი იცი. პრაიმ ჰაუს უყურე ბოლოს, როდესაც იყო კოსტა სანიკიძე, მაგრამ ხვდები რა პერსონაჟები რაღაც. ამათი ვიდეოები მოხდება. Stay cold. ვაიმე, მე რომ აქ ყოფილიყავი დედა. მე არ ვიცი, აი სიკრინჯის ლეველი, ანუ უკვე Stay cold boys. Yeah, და რაღაცაების რაღაცა გახსილი ისინი და რაღაცა. გახსოვთ ადრე გეუბნებოდით რომ ნეას ფორიუ რო ჩასკვლავ მეთქი, ნეას უკითხე, ქეთი ეგიდუნაშვილი ვინა მეთქი, ნეა მარიცოდა და მოვყელევდი მეთქი რანაირად მოხდა ის რომ ქეთი ეგიდუნაშვილი ვინა არ იცი. ახლა მე ვარ ბედნიერი რომ მე ამ პროექტს არ ვუყურებ, მაგრამ უბედური ვარ იმით რომ მე ასეთი ვიდეოები მხვდება. რანაირად გავაკეთო ისე რომ აღარასდროს აღარ შემხვდეს. მე მგონი მაგასაც ვერ ვაკეთებ ჩემი დედა მოუწყან თუ რა როგორ გავაკეთო რომ აღარასოდეს სიცოცხლეში აღარ შემხვდეს. დაუნლოდ სადადედის წყნა ესე უნდა შენი დედა შვილი. სად არის? სადა? ედთუს თორი. არა, შენი დედა შეიმე გურამა შეროზიას მე უფრო ლეველი ქვევით ჩავიდა და რაღაცაც უყურებ, რანაირად თქვა, არ ვიცი რანაირად ავხსნა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით რო გითხრათ, არის ყლეობა სრული. მე ეს ბიჭი არ მაღიზიანებს. მე არ ვიცი ხა ეს ბიჭი გეი არის, ჩვეულებრივი ნატურალი არის, მაგრამ მოდი გუცფელები ვიყოთ 50-50 50%-ით გეის თაბეჭდილება სტოებს. მაგრამ რახან ჩემი ვიდეო, მოდი ისე გავაკეთოთ რომ ვითომ ზუსტად ვიცით რომ გეია. ეხლა ნახეთ, ეს ბიჭი არის გეი. რატომ ეს ბიჭი არ მაღიზიანებს, ლადო, გეკითხები? რატომ ეს ბიჭი არ იწვევს ჩემში გაღიზიანებას? შენი დედა მოდი მოусმინოთ ამ ვიდეოს. ზიპერა დამითაგეთ გეხვეწებით რა. ვთხოვთ რომ ზიპერა დამითაგოთ. იმიტომ რომ დაიღალა ეს ხალხი. ანუ თითქმის ყველა მეორე ვიდეოზე დაახლოებით 5 კაცი მაინც თაგავს ზიპერას. და ნუღა დავღლით ამ ხალხს და ერთი ორჯერ თქვი რომ რაღაცა ლადო, დათო ეს შენი მაყურებლების დაწყნარდებიან და მეც გამეცინება, იმიტომ რომ მე ვუყურებ ზიპერას, მაგრამ ვიცინი ვარ, მაგრამ ამ ხალხს მაინც რაღაცა დაიძახოს ლადო ან დათო ან რაღაცა და დაასვენოს თავისი მაყურებლები და მეც გავიცნებ ძალიან მიხალისებ მართლა. ძალიან უმწონს მისი შავი იუმორი, შეიძლება ყველაფერი არ ვეთანხმები, მაგრამ ასე თუ ისე მომწონს. ამიტომაც ძალიან გთხოვთ მაგის გამო გეხოცები შემდეგი ვიდეო ჩაწერე და იცი რა იბაზრე, რაში არ მეთანხმები. ლადო მხეიძის დედის მუტელი რომ მოუტყან, თუნგ საჰური და ტრალელეი რო ლალა რო ყლეტრენდია და ბავშვები შტერდებიან, მაგაში არ მეთანხმები. თო ფიქრობ სიღრმისეული რამ აქ ნათქვამი ეს რომ იმენა ასე კონკრეტულად იცით რა მე ზიპერას არ ვეთანხმები და დებატებში შევიდოდი. ეი რამ აქ ისეთი ნათქვამი. არ მაღიზიანებს ეს ბიჭი რა თავისთვის რაღაცა გლოსებს ისვავს. გაუცნაური გეია და ვიღაცას გაავს ბიჭო. არ გაავს, ვიღაცას გაავს. კუკურელია კუკურელი. გადადგინე, უნდა დალაგდე. არ გაავს კუკურელიას.
ეს ბიჭი მართლა არ მაღიზიანებს, არ ვიცი, რავი, რა ქვია ამ ბიჭს, დათო? რახან გული გავუხაროთ? დათო. თუ ამით ენი ინგეიჯმენტი აიწევს, მე შემიძლია ზუსტად იგივე გაგიკეთო, რასაც ლადოს უკეთებდი. რაღაცა ფოტო გადამიღეთ და ქოიდან დააწერეთ დათო. ლადო მეგ მოიპოვა. შენ მაინც რომ არ გაქვს დამსახურებული და გინდა რომ ამ დიჟენიაში ჩაერთო, მოდი მაშინ რანაირ სახით ვქნათ, იცით რომ თან რომ არ დაუმსახო, თან რომ არ გვაინტერესებს, მოდი ამ სახით დამთაგეთ. არა, მაიცა? ამ სახით და დათო. მეაწერეთ და ისეთი სმაილი რა, არაფრის მომცემი სმაილი იტოქში. და შეცმაო, არ ვიცი შენი შემოქმედება რას აკეთებ, რას მოღვაწეობ, კაი ბიჭი ხარ. სამაგალითო გეი ხარ და აგიხსნი რატო ძმაო? იმიტომ რომ შენ თუ მართლა გეი ხარ და ჩემი დვიჟენია შენ არ გაღიზიანებს, ეგ უკვე მომწონს. ეგ უკვე შენს პიროვნებაზე ძალიან ბევრს ამბობს. მომენტ ახლა საეჭო კაცს რო ვიღაცები პოდკასტში მოყავს და ვიღაცებს სახეს აძრობს, ანუ მაგას თუ ხალხი ამუღამებს და მახარა რა კაი პონტია, რა კაი ტიპია, მახარა ტო. ასე თუ იძახიან, ჩემზე რატო არ იძახიან რომ ზიპერა, ანუ ესეთი კი არ არის, უბრალოდ ესე ხუმრობს და ესეთი ადამიანია. ჩვენი მხრიდან ერთი შეგზავნილი გეი თუ იქნება მაგ გეების სამყაროში იქნება ძალიან კარგი გეი ხარ ძმაო შენ. დიდი მადლობა. დათო. გამოიწერეთ ხუჭუჭა გეის ქართველი კუკურელიას არხი. ამაზე მეტად ინგეიჯმენტი როგორ მოგიხოდო მითხარე პროსტ. აი აქ უკვე მეკეტება დედა მოტყნული. ძალიან საყვარელი ვიდეოა AI-ით გაკეთებული, ქართული ტრადიციული და ძალიან მიხარია ასეთ ვიდეოები რო ვარდება, მაგრამ ნახეთ ახლა პრობლემა რაშია? კაროჩე, ჩემები მაჩვენებთ ახლა. ჩემ აქვს ტელეფონი და დედა ჩეკედილა საკალელი ბავშვი ამის სულს ვენაცვალე, მეუნებიან და მირთავენ ამ ვიდეოს. ჩეკედილა კაი, ტანტულიკა, პატატულიკა, რაღაცებს მეუნებიან და კიდე კაი და ფუცუცუნა. თლიანად ერის ვალდებულებაა რომ ჩვენს მშობლებს გავაგებინოთ რა არის ხელოვნური ინტელექტი და გავაგებინოთ რომ ეს 2 წლის ტანტულიკა რეალური არაა. ძალიან ნელად მისახვედრებელი არის, მაგრამ რანაირად შეგვიძლია უთხრათ, იცით? შეგვიძლია გავაგებინოთ, კაროჩე რომ ხო არსებობს მულტფილმები, ანიმაციები და ანიმაციები ხო რეალური არაა და უთხრათო, მასეთი რაღაცაა. თუ გინდათ ვაფშე ეს რაც ვიბაზრე, მოჭერით და ჩაუგდეთ. და ვაფშე ამ AI ვიდეოებზეც დამთაგეთ. დააწერეთ ქვევით რეალური ბოზიშვილივიო. რა საოცრებაა? ღმერთო ასეთი პატარა და უკვე ნიჭიერი, ეს რა გაიზრდება? შენ ასაკში წუთში 3 ჯერ ვიჯვავდი. როგორი საყვარელია. შენ გაეზარდე შენს დედას ჯამრთელი ბებო. დასაწყისში ხო გახსოვთ რამდენი გლოცეთ და რამდენი გაქეთ და გადიდეთ და ითხარით რომ ფსიხარული ბედნიერება სიყვარული არაფერი ცოტა ხანში აღარ იქნება რომ იცოდეთ, თუ ასეთი ნაბიჯებით გავაგრძელეთ რომ ჩვენიანებს არა უხსენით რომ ეს ტანტულიკა არ არსებობს და არც ამ ტანტულიკას ნაირი ბებიები, ბაბუები, ყველა მიცის TikTok-ი, ეხლა უნდა იცოდნენ რა არის ხელოვნური ინტელექტი, რომ არასდროს არავინ არ დაგოიმდეს. ჩემი ქართველი არის ჩემი ქართველი და ვერავინ ვერ დააგოიმებს. რისი ფობია გაქვს? რისი ფობია მაქვს? უცხო პლანეტელების. ანუ თქვენი აზრით არსებობენ? კი. გაქვთ რამე ისეთი თეორია, რაც ადასტურებს თქვენ ამ მოსაზრებას? კი, ისე ფობია მაქვს მაგათ. აი მე ღმერთო. ანუ 21-6-7 თვე რაც TikTok რეაქციებს ვაკეთებ, გეკითხებით რომ სად ნახულობთ? აზე ხარ პირი იმ ხეაზე გავაღებ ოზიშვილი ყო სისხლი წამო. ანუ ისეთ ყლეობას უყურე სისხლი წამომიდა აზე ხარ? ძალიან ბევრ ყლეობას უყურე უკვე სისხლი მომდის. ან მაგიჟებს ესეთი რაღაც. ფობია მაქვს ამის და ამის. რამე არგუმენტი არის რომ თქვენს ფობიას ადასტურებდეს და რავი, ის რომ ფობია მაქვს. ეგ იგივე რომ ეხა მოვიდე ჟურნალისტი და კონდეს ესეთ დიალოგი. მაგალითად ვიძახ. 10 ბალიანი სისტემით თქვენი აზრით რამდენად ყლე ხართ? 10 ბალიანი სისტემით მგონია რომ 10-დან 10. არის რაიმე ფაქტი ან რაიმე დასტური იმისა თუ რატომ ფიქრობთ რომ 10 ბალიანი სისტემიდან ხართ სავსებით ყლე? მე ვფიქრობ რომ 10. ანუ რას ნიშნავს ბიჭო ამ ხალხს სადარჩევთ ძმაო? აი პოსტავ გიჟდე. აი აქაც. აჰა. თქვენ რას ასკვნით პროსტა ამ ვიდეოდან მართლა მაინტერესებს რა. რისი ფობია მაქვს? უცხო პლანეტელების. ანუ თქვენი აზრით არსებობენ? კი. გაქვთ რამე ისეთი თეორია, რაც ადასტურებს თქვენ ამ მოსაზრებას? კი, ისე ფობია მაქვს მაგათ. და ეს ადასტურებს? კი, აი ბავშვობაში რაღაც ძალიან უცნაურობა დავინახე ცაში. ვაუ.
ვაუ და წამითაც არ ვფიქრია რომ შეიძლება ეს ვერტმფრენი ყოფილიყო რანაირად ჩდება ისე რომ მიდის ყლეობას ეკითხება და ისიც ისეთ ყლეობას პასუხობს და ეს მერე იდება და ამ ყლეობას მე ვუყურებ მადრიდს უფრო ყლე მდგომარეობა აქვს ვიდრე ქართულ TikTok-ს მეორე ლიგის ალბასეტემ მოუგო 3-2 ავი ალონსო ჩაბი ალონსო მოიყვანეს არბელოა რომელიც თავის დროზეც ყლე ფეხბურთელი იყო ანუ იმენა ბოლო წამზე გაიტანეს მესამე გოლი და galaktikis საუკეთესო გუნდმა მსოფლიოში ვინი როდრიგო მბაპე ბელინგემი ყველა და ანუ აგებენ ეგრე როგორ შეიძლება ახლა თქვენ რა ფორმაშიც ხართ მე მგონია რომ გონიოს გუნდიც მოგიგებთ მასეთი დუხით თუ გააგრძელეთ ფეხბურთის თამაში ხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებით ოღონდ სერიოზულად ბრუნდებით რაც გვინდოდა ჩვენ და ჩვენ კომუნიკის აიგეთ სტრიმები მელეხა ნახე რა ხოძეა ეს ნახე ბიჭო აი ასეთ ლოკაციაზე ეს რა ქართველი მელსტროი ჩიდება ეს არის როიცოდეთ მილოვას ახალი სახლი წინა დღეს ურეკავ მეთქი რა შევები რა ჩალიჩო ვიდეო ნახე გამოვყლევდი გარეთ ჩოგბურთის კორტები და 6 ოთახი და შიდა აუზი კი რა ხდება არ ვიცი პიზდეცია მამა შეხედეთ ბიჭო რა ხოძე არის ამა შეხედეთ ბიჭო მილოვას რაღაცა ძალიან გაუმართა მე ხო გეუბნებით მე ყლებედი მაგ ძალიან რა მე რანაირი ბედი მაქიცე წინა ვიდეოშიც ვიძახდი რომ ალბათ არ ვიცი რა დოლარების წვიმა რო იყოს თავში ყლე მომხდება მეთქი ანუ ეს რაღაც მართლა ახალია იმენა ეს რაღაცა მართლა ახალი ერა არის და მილოვას წარმატებებით ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო რომ უყურეთ ამ ვიდეოს მართლა ბოს ამის მე მართლა პირობას გაძლევთ რომ აღარ გავქრები თუ ასეთი ვიდეოები გინდათ შევეცდები რომ ორ თვეში ერთხელ გააგრძელეთ ედიტების გაკეთება კრეატიულ ედიტორებს ჩაგირიცხავ დიდ მაყუთებს მაო შევეცადოთ რომ ეს ჩემი ფოტოების დვიჟენია ერთ ვიდეო მომყვა სადაც გლობალურ ვიდეოებზე იდო ჩემი ფოტოები და ანუ იქაც შევაგდოთ და ავწიოთ კონკურენციის დონე უკვე ისლამ მახაჩევთან და ჰაბიბ ნურმაგამედოვთან ერთად ბარბერშოპში გელოდებით უკვე მოგწერეთ დარეკეთ ჩაეწერეთ მეც მანდ ვიქნები მომავალი ერთი თვის მანძილზე და აღწერაში რა არხიც არის მითითებული გთხოვთ გადადით და თქვენი აზრი დაწერეთ რა არის მიყვარხართ გამოიწერეთ არხი და მე რამდენჯერ გაკვოცოთ და დევიღალე დევიშალე всё